სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. პატრიარქ ბართლომეს ანტიეკლესიური ქრონიკა 1963 წლიდან 1968 წლებამდე ბართლომე სწავლობდა რომში, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო. დაიცვა დისერტაცია თემაზე წმინდა კანონების კოდიფიკაციისა და კანონიკური დებულებების შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც შემდეგნაირად გამოხატავს თავის მოსაზრებას მართლმადიდებლებსა და ჰეტეროდოქსებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი წმინდა კანონების შესახებ. შეუძლებელია წერს ის, იგივე კანონიკური დებულებები დღესაც იქნას გამოყენებული. ისინი არეგულირებენ მართლმადიდებელი ქრისტიანების ურთიერთობებს არა მართლმადიდებლებთან და ურწმუნოებთან. ეკლესიაში არ უნდა არსებობდეს არანაირი რეგულაცია, რომელიც უკრძალავს ურწმუნოებს ჩვენს ეკლესიაში შესვლას ან ჩვენ მათთან ერთად ლოცვას. საჭიროა ზოგიერთი დებულების შეცვლა უფრო ჰუმანური და რეალისტურით. ციტატის დასასრული. პატრიარქ ბართლომეს ამ სადისერტაციო ნაშრომიდან ჩანს მისი რეფორმისტულ ეკუმენისტური სულისკვეთება, რომელიც მიზნად ისახავს წმინდა საეკლესიო კანონების გაუქმებას ან შეცვლას. ამ დიდ ცდომილებას ვამხელთ მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებით. ტრულის კრების მეორე კანონში წერია, ნუმც ციტატის დასაწყისი, ნუმც მიეცეს ვინმეს ნება ზემოაღნიშნული კანონების შეცვლის. საუბარია მოციქულთა მსოფლიო ადგილობრივი და წმინდა მამათა კანონებზე, ან უარყოფისა. იმ პირს, რომელიც დასახელებული კანონების შეცვლასა და გაუკუღმართებაში იმხილება, ისეთი ეპიტემია უნდა დაედოს, როგორცაც მის მიერ დარღვეული კანონი განაჩინებს და ამ გზით განიკურნოს იმისგან, რაშიაც შესწოდა. ციტატის დასასრული. გავყვეთ პატრიარქ ბართლომეს დანაშაულებრივ ანტიეკლესიურ ქრონიკას. 1998 წლის 30 ნოემბერს ფანარში გამართული საპატიო დღესასწაულის დროს პატრიარქმა ბართლომემ პაპისტების დელეგაციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ციტატის დასაწყისი. თქვენო ყოვლად უსამღდელოებავ კარდინალ უილიამ კილერ და ქრისტეში სხვა ძმებო, რომლებიც რომის ეკლესიის დელეგაციას ქმნიან. არ უნდა დავკარგოთ დრო პასუხების ძიებაში. ჩვენი წინაპრები, რომლებმაც განხეთქილება დაგვიტოვეს, ბოროტი, გველის სამწუხარო მსხვერპლნი იყვნენ და უკვე ღვთის მართალი მსაჯულის ხელში არიან. ვილოცოთ, რომ უფალმა შეიწყალოს ისინი და გამოასწოროს მათ მიერ დაშვებული შეცდომები. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ღვთის წინაშე. უფალმა გაგხოდოს ღირსი, საკუთარი თვალით ვიხილოთ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ერთიანობის აღდგენა. ციტატის დასასრული. ჟურნალი ეპისკეპსი ნომერი 563 1998 წელი გვერდი 22-29. ამ მონაკვეთში ვხედავთ, რომ პატრიარქ ბართლომეს პოზიცია წმინდა კანონებთან დაკავშირებით არა მხოლოდ უცვლელი რჩება, რაც ადრე იყო, ის ახლა დაუნდობლად გმობს ღვთისმოსავ წმინდა მამებსაც კი. მათ ბოროტი გველის მსხვერპლს უწოდებს. ასევე შეცდომას უწოდებს იმ კრებებზე გამოტანილ დადგენილებებს, რომლებმაც დოგმატური ცდომილების მიზეზით ეკლესიიდან განკვეთეს ერეტიკოსები. ჯერ კიდევ სანამ კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდებოდა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის რანგში, მან მიიღო მონაწილეობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ყველა დიდ ყრილობაში, რომელიც 1968 წელს უფსალში, 1983 წელს ვანკუვერში, 1991 წელს კანბერაში გაიმართა.
ჯერ კიდევ დიაკვნად ყოფნისას იგი სტუმრობდა რომს იმ მართლმადიდებლური დელეგაციის რანგში, რომელიც 1965 წელს ანათემის მოხსნაში მონაწილეობდა. ჯერ კიდევ მიტროპოლიტის ხარისხში 1989 წელს რომში ვიზიტის დროს იოანე პავლე მეორისადმი მისასალმებელ სიტყვაში დოგმატურ განსხვავებებს, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიას პაპიზმისგან ყოფს, სამარცხვინო კედელი უწოდა. პატრიარქმა ბართლომემ თავისი ინტრონიზაციის დროს, სადაც ესწრებოდნენ როგორც პაპისტები, ასევე მონოფიზიტები, თავის საზეიმო სიტყვაში ბართლომემ პირობა დადო, რომ თავისი წინამორბედის ათინაგორასა და დიმიტრის პოლიტიკას გააგრძელებდა. პაპისტებს მან დასავლეთში ჩვენი ძმების ეკლესია უწოდა და მოუწოდა ყოველი ღონე ეხმარათ ორი ეკლესიის გასაერთიანებლად. აფრიკის ქალაქ დურბანში 2001 წლის 17 მარტს მსოფლიო კონფერენციაზე წარმორთქმულ მიმართვაში პატრიარქმა ბართლომემ თქვა, ციტატის დასაწყისი: მართლმადიდებლური ეკლესია არ ცდილობს სხვების დარწმუნებას ჭეშმარიტების ან გამოცხადების აღქმის კონკრეტულ კონცეფციაში და არც მათი მოქცევას აზროვნების კონკრეტულ წესზე. ციტატის დასასრული. წყარო ესტონეთის მართლმადიდებლური ვებგვერდი www.orthodoxa.org. პატრიარქ ბართლომეს ახალი ეკლესიოლოგია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საეკლესიო კანონებთან. მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების პირველი კანონი ანათემას გადასცემს ყველა მწვალებლობას, განსაკუთრებით კი აღნიშნულს. ამავე კრების მეშვიდე კანონი კი მოითხოვს წერილით შეჩვენებას ერესის, რომელიც ისიარ ბრძნობს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. და ამის შემდეგ ნათლავენ, მირონს ცხებენ და მოყავთ გამოხსნილ ნაწილთან შესაერთებლად. პატრიარქი ბართლომე კი ცდილობს მწვალებლებთან გაერთიანებას, დოგმატური ცდომილების გამოსწორების და სინანულის გარეშე, რაც უდიდესი შეცდომაა. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში რომის კათოლიკურ ჟურნალ ზე ნაციონალ კათოლიკ რეპორტერში 21 იანვარი 1977 წელი ჯერ კიდევ მიტროპოლიტობის დროს მან გაამხილა თავისი განზრახვა პანმართლმადიდებლური კრების მოწვევის შესახებ. ციტატის დასაწყისი. ჩვენი მიზნები ემთხვევა პაპ იოანე 23-ის მიზნებს, ეკლესიის განახლება და ქრისტიანული ერთიანობის ხელშეწყობა. კრება ასევე ნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესიის გახსნას არაქრისტიანული რელიგიებისთვის, მთელი კაცობრიობისთვის. ეს ნიშნავს ახალ დამოკიდებულებას ისლამის, ბუდიზმისა და თანამედროვე კულტურის მიმართ, სწრაფვას რასობრივი დისკრიმინაციისგან თავისუფალი ძმობისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 12 საუკუნოვანი იზოლაციის დასასრულს. ციტატის დასასრული. პატრიარქმა ბართლომემ დიდი ხნის სურვილი აისრულა, როდესაც საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე 2016 წელს შედგა კრება, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მზადდებოდა. არსებული კრების დოკუმენტი სრულიად მართლმადიდებლური ავტორიტეტის მქონედ და ყველასათვის აუცილებლად გამოცხადდა. თუმცა იგი არ იყო არც წმინდა, რამე თუ არ იყო შედგომილი წმინდა მამებს და არც დიდი და სრულიად მართლმადიდებლური. არა მარტო იმიტომ, რომ მასში არ მიიღო მონაწილეობა 4 ადგილობრივმა ეკლესიამ, ანტიოქია, რუსეთი, საქართველო, ბულგარეთი, არამედ იმიტომაც, რომ მის მუშაობაში ადგილობრივი ეკლესიების მღვდელმთავართა მცირე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. ცნობილი ბერძენი პროფესორი, დოგმატოლოგი დიმიტრიოს ცელენგიდისი წერს, რომ ეს კრება არც ადგილობრივ კრებას წარმოადგენდა,
რამე თუ ადგილობრივ კრებაზე იკრიბება და ხმის უფლება აქვს კრების მონაწილე ყველა მღვდელმთავარს. ამ კრების რეგლამენტის თანახმად კი ხმის უფლება კრებაზე ჰქონდათ მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს, რაც თავისებური სიახლეა ეკლესიის ისტორიაში. კრეტის კრების მამხილებელ ათონელ მამათა წერილში ტკივილიანი ღაღადი ვკითხულობთ. მეექვსე პუნქტი. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, რომელიც ღაღადებს მართლმადიდებელი, ციტატის დასაწყისი, მართლმადიდებელი ეკლესია ღებულობს არა მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიების ისტორიულ სახელწოდებებს, ციტატის დასასრული. ათონელი ბერების შეფასებით მწვალებელთა კრებული ეკლესიად იქნა აღიარებული. კრეტის კრებას ცნობს და ღებულობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საღვთისმეტყველო სტრუქტურას, ანუ განშტოებათა თეორიას. ანგლიკანობაში შემუშავებული საღვთისმეტყველო კონცეფცია, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი ეკლესია რომის კათოლიკური ბრჭყალებში ეკლესია და ანგლიკანური თემი ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სამ შტოს წარმოადგენს ამ თეორიის მიხედვით. ამ თეორიის მიხედვით თითქოს ქრისტეს ეკლესია ისტორიის განმავლობაში სამ თანაბარ ღირებულ ტოტად განვითარდა. თითოეულ მათგანს მიეწერება ეკლესიის ბრჭყალებში ნაწილის მატარებლობა. არც ერთი განშტოება არ განიხილება სრულად ეკლესიად, არამედ ყველა ერთად ქმნის ქრისტიანობის მთლიანობას. აი ეს არის განშტოებათა თეორია. კრეტის კრება განსაკუთრებულ ყურადღებას მიმართავს ეკუმენისტურ დიალოგებზე. კრება თავისი დუმილით ფაქტობრივად აკურთხებს საშინელ ანტიკანონიკურ მოქმედებებს. ერთობლივ ლოცვებს მწვალებლებთან, განსაკუთრებით ლიტურგიაზე, ეკუმენისტურ მსახურებებში, მონაწილეობას და სხვა. ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზებში. მართლმადიდებელი და არა მართლმადიდებელი. აქამდე შეუძლებელი ქორწინებისთვის მართლმადიდებლებსა და არა მართლმადიდებლებს შორის ჩნდება საძრომი. კრება ოფიციალურად რთავს ნებას არა მართლმადიდებელ ქმრებს თუ ცოლებს მონაწილეობა მიიღონ მართლმადიდებლურ ეკლესიურ ცხოვრებაში და საიდუმლოებებში და ამასთან არსებითად მოუნათლავება და საღმრთო მადლს მოკლებულებად რჩებოდნენ. ტრულის კრების 72 კანონი კი პირდაპირ კრძალავს მართლმადიდებლების და არა მართლმადიდებლების ქორწინებას. რაც შეეხება ქიროტონიას, მღვდლად ხელდასხმის შემდეგ ქორწინებას, საძრომი კარი მხოლოდ ეს-ესა შეიღო. მეხუთე პუნქტში სახიფათო განცხადება კეთდება, რომ მღვდლობა თავისთავად არ არის დაბრკოლება ქორწინებისთვის. ნეოკესარიის პირველი კანონი კი განკვეთს, ვინც ხარისხში დაქორწინდება. ესაა მცირე ამონარიდი ათონელი ბერების წერილიდან. კრება, რომელიც თანხმობაში არ არის მოციქულთა მსოფლიო, ადგილობრივი და წმინდა მამათა კანონებთან, არ შეაჩვენებს მწვალებლობებს, არამედ არღვევს და აუქმებს მას, არათუ წმინდა მართლმადიდებლურიც არ არის. პატრიარქ ბართლომეს დანაშაულებრივი ანტიეკლესიური ქრონიკა ამით არ დამთავრებულა. მან 2018 წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ ანათემირებულ მიტროპოლიტ ფილარეტს და მის მიმდევრებს მოუხსნა ანათემა, რომლის უფლებას კანონიკური სამართალი მას არ აძლევდა. ვინაიდან სხვის იურისდიქციაში შეიჭრა და ერისკაც ეპიფანეს ფილარეტის მიერ ხელდასხმულს გაეხსნა გზა, რომელიც აირჩიეს მიტროპოლიტად.
ბასილი დიდის პირველი კანონი ამფილოქეს მიმართ კი ამბობს ეკლესიიდან ციტატის დასაწყისი განდგომილებს აღარ გააჩნიათ სულიწმინდის მადლი არიან ერისკაცები ციტატის დასასრული ეპიფანე დუმენკო კი განკვეთილი ფილარეტის მიერ ხელდასხმული არის სინამდვილეში ერისკაცი რომელსაც პატრიარქი ბართლომი აღიარებს მიტროპოლიტად და მეტიც 2019 წელს გადასცა ავტოკეფალის შეზღუდული ტომოსი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში არსებობდა კანონიკური ეკლესია მიტროპოლიტ ონოფრეს წინამძღოლობით, რომელშიც 100-მდე ეპისკოპოსი შედიოდა. პატრიარქ ბართლომეს ინტერვენციამ უკრაინაში გამოიღო შემდეგი ნაყოფი ბჭყალებში. დაახლოებით 12-15 ეპარქია გადავიდა სქიზმატ ეპიფანეს დაქვემდებარებაში და 1200-მდე ტაძარი ჩამოერთვა კანონიკურ ეკლესიას. თუმცა პატრიარქ ბართლომეს მხრიდან ძალადობრივ ქმედებაზე ტაძრებიდან გამოყრა მრევლის სასულიერო პირების ცემა დაახლოებით 14 ეპისკოპოსის დაპატიმრება დაგმობა და წუხილი ერთხელაც არ გვსმენია პირიქით სწორედ მისი ხელშეწყობით მოხდა კანონიკური ეკლესიის დევნა მინდა ერთ საკითხს შევეხო უკრაინული სქიზმის დამცველებს არგუმენტად მოყავთ პოლონეთის მაგალითი რომელიც საერთოდ არ არის უკრაინის საკითხთან შესაბამისობაში მოსატანი. მას შემდეგ, რაც პოლონეთმა 1918 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა, მოისურვეს ეკლესიის ავტოკეფალიაც. პოლონეთის დედა ეკლესია იყო რუსეთის ეკლესია. პოლონეთის მთავრობის ინიციატივითა და ზეწოლით მოხდა მიმართვა კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი. 1924 წელს კონსტანტინეპოლმა პოლონეთს მიანიჭა ავტოკეფალია დედა ეკლესიის რუსეთის თანხმობის გარეშე. რუსეთის ეკლესიამ ეს ნაბიჯი არაკანონიკურად სცნო. პოლონეთის ეკლესიამ გაათვითცნობიერა შეცდომა მიმართა რუსეთის ეკლესიას სინანულით და ამის შემდეგ უკვე რუსეთისგან 1948 წელს კანონიკურად მიიღო ავტოკეფალია, რომელიც ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ აღიარა. უკრაინასთან დაკავშირებით კი მოხდა სქიზმური ჯგუფის ლეგალიზება. ფილარეტ დენისენკო იყო ანათემირებული და ეპისკოპოსთა ნაწილი მოდის სქიზმური ხელდასხმებიდან. აქ არ ყოფილა საჯარო სინანული, არ ყოფილა დედა ეკლესიასთან შერიგება, არამედ ტომოსის გადაცემის დროს უკრაინაში არსებობდა კანონიკური ეკლესია. პოლონეთში კი 1924 წლის ტომოსის გამოცემამდე არსებობდა მხოლოდ კანონიკური ეკლესია, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის საპატრიარქოს. არ შექმნილა ახალი სქიზმური სტრუქტურა ან ავტოკეფალური დამოუკიდებელი ეკლესია დამოუკიდებლად. აი ეს განსხვავება არსებობს პოლონეთისა და უკრაინას შორის, რომელიც ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. და ბოლოს, ამა წლის 2025 წლის 30 ნოემბერს რომის პაპი იყო ჩასული კონსტანტინეპოლში და დაფიქსირდა მეტად სამწუხარო მოვლენა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ლიტურგიის დროს მოიხსენია რომის პაპი დიპტიხში და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პირველ ადგილზე. ამ ქმედებით პატრიარქი ბართლომი აღიარებს ერეს იერარქი პაპის მადლმოსილებას. საეკლესიო კანონებში კი წერია წმინდა მოციქულთა მეათე კანონი, ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში თვითონაც განყენებით დაისაჯოს. წმინდა მოციქულთა მე-11 კანონი ბრძანებს სამღვდელო კლირის წევრი, რომელიც კლირიდან განკვეთილ პირთან ერთად ილოცებს, თვითონაც განიკვეთოს. წმინდა მოციქულთა 45 კანონი ეპისკოპოსი მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნას.
ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურება, განკვეთილ იქნეს. წმინდა მოციქულთა 65 კანონი ბრძანებს, თუ რომელიმე კლირიკოსი ან ერისკაცი იუდეველების ან მწვალებლების სინაგოგაში სალოცავად შევა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და უზიარებლობით დაისაჯოს. ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 33 კანონი ბრძანებს, მწვალებლებთან და განდგომილებთან ერთად ლოცვა არ შეიძლება. მეშვიდე მსოფლიო კრების ოქმები, ვისაც შეგნებულად აქვს ერთობა მწვალებლებთან, ანათემა. წმინდა ფოტი დიდი მონოკანონში გვასწავლის, რომ მსოფლიო კრებების კანონებსა და მათ დოგმატებს იგივე ძალა აქვთ, რაც წმინდა წერილს. მრავალი კანონები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საკმარისია ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ.